ჯობათ მეგობრებო, ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემებს საქართველოს ისტორიულ გვარზე. რატო ისტორიული? ნუ საქართველოში ყველა გვარი არის ისტორიული, ვინაიდან თითოეული გვარის წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას ამ ქვეყნის სამშენებლობაში. ჩვენ ამ გადაცემებს უკვე 91 გადაცემაა აი ამ ფრაზით ვიწყებთ და აი ამ ფრაზით ვამთავრებთ ბოლოში. ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენ ნამდვილად ასე ვფიქრობთ. და ეს ნამდვილად ასეა, საქართველოში ყველა გვარი არის ისტორიული და ყველა გვარი არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის, თითოეული ჩვენგანის და თითოეული თქვენგანისთვის. თქვენი შთამომავლობისთვისაა ეს კარგი და ესაა მნიშვნელოვანი. დღეს გვარების გარდა დღეს საკმაოდ მდგომად გვარები გვექნება და თან ჩართვა იქნება ბატონი ვალერი ხიმშიაშვილი ჩაგვერთვება ისევე ჩვენს გადაცემებში და ჩვენთან ერთად მიიღეს მონაწილეობას, როგორც ადრე ვიღებდით მონაწილეობას ერთად და ვაკეთებდით გადაცემებს, იგივე ფორმატით გავაგრძელებთ, თუმცა დისტანციურად ვალერი ჩაერთვება თავის საკუთარი სახით და ვინაიდან საკმაოდ ძიმე ამყოფებები გამოიარა და ახლა რეაბილიტაციას გადის. ჩვენ გახლავართ საქართველოს სამეფო კლუბი, ჩვენ მისი წევრები, ერთ-ერთი წევრი გახლავართ ამ სამეფო კლუბის, ეს გადაცემაც არის სამეფო კლუბის გადაცემა. საქართველოს სამეფო კლუბის ტელევიზია და არა სამეფო არხის, კიდევ ვიმეორებ, მრავალჯერ ვიმეორებ ამას, ვართ სამეფო კლუბის ტელევიზია, YouTube გადაცემები და მე ვარ ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი ლევან ბერაია. ჩვენს გადაცემებს ქვია საქართველოს ისტორიული გვარი. დღესაც განვიხილავთ რამოდენიმე გვარს და ესე იგი მინდა რომ თქვენამდე მოვიდეს მოკლე ისტორიები იმ გვარებისა, რა გვარების ესე იგი საქართველოში დღესდღეობით კი არა ღმერთმა მუქნასო არ იყოს და ღმერთმა ნასო გამრავლება გვენახოს ჩვენი გვარების და ჩვენი წინაპრების სასახელოდ მინდა თქვა, რომ ესე იგი ჩვენ იმდენად კარგი ისტორია გვაქვს, ესე იგი დასაძრახი და დასამალი არაფერი არ გვაქვს. პირიქით მინდა რომ გამოაშკარავოთ თითოეული თქვენგანის, თქვენი წინაპრების ისტორია, რომ ჩვენმა შთამომავლობამ შეიცნოს უფრო უკეთ რა ვიყავით, რა ვართ და რა უნდა ვიყოთ მომავალში, იმიტომ რომ ეს არის სარკეა, სარკე წარსული არის ჩვენი თითოეული ჩვენგანის სარკე, წარსულში კარგად ჩანს ჩვენი ნაკლოვანებები და ჩვენი ესე იგი სიკეთეებიც. რა თქმა უნდა, ნაკლოვანებები უნდა გამოასწოროთ და სიკეთეები უნდა ათმაგოთ და გავაასმაგოთ. თუ რაღაც ერთი რაღაცა მინდა გითხრათ, არ მინდოდა ამაზე ამისთან რაღაცები საუბარი, მაგრამ ვაკეთებ რაღაც გადაცემებს. მე მგონი ცუდი გადაცემა არ არის. ძალიან ბევრჯერ ახლა ადრეც იყო ეგეთი შეთქმულები და ხა დიდი ხანია ეგეთი გამოხტომებს